მოგესალმებით კოლეგებო, კოორუმი გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ იურიდიულ საკითხს და კომიტეტის ხდომა. რამდენიმე კოლეგა შემოგვიერთდება კომიტეტის ხდომის მიმდინარეობისას. წარმოდგენილი არის დღის წესრიგი, რომელიც შედგება 9 საკითხისგან, უკაცრავად 10 საკითხისგან. ამავდროულად მესამე საკითხად ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის სრულების შეტანის შესახებ და საქმდაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში სრულების შეტანის თაობაზე. მეორე მოსმენით და გთავაზობთ, რომ ამოვიღოთ დღის წესრიგიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ეხებოდა ჯარიმების გაზრდა, ჯარიმების გაზრდას და ამავდროულად ტექნიკურადაც საჭირო არის მუნიციპალიტეტებთან აღნიშნული საკითხის ადმინისტრაციული წესის წარმოების წესის დასაზუსტებლად და გთავაზობთ, რომ არ განვიხილოთ და შემდეგ მუშაობის დასრულების შემდეგ უკვე შევიტანოთ დღის წესრიგში. ხოლო მის ნაცვლად განვიხილოთ საქართველოს მთავრობის ინიციატივა გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში სრულების შეტანის თაობაზე თავმდევრ ცვლილებებთან ერთად ნომერი 07-4/422 კომიტეტის წევრების ხელმოწერებით დადასტურებული გვაქვს, შეგვიძლია რომ საკითხის დამატებაზეც ვუყაროთ კენჭი და ამ დათქვებით დავამტკიცოთ დღის წესრიგი, ვინ არის მომხრე. დიდი მადლობა. მაშინ მივყვეთ წარმოდგენილ დღის წესრიგს და გთავაზობთ, რომ პირველ რიგში განვიხილოთ ბატონ დავით პატიკაშვილის ის საკითხი, რომელზეც ბატონ დავით პატიკაშვილი გახლავთ მოხსენებელი, ეს არის ახალი საარჩევნო კოდექსი. მეორე მოსმენით. გთხოვთ ბატონ დავით. კოლეგებო, მოგესალმებით. მივესალმები დამსწრე საზოგადოებას. წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით განსახილველად საქართველოს საარჩევნო კანონში, კოდექსში, ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, მათ შორის არის თანდართული კიდევ 4 კანონ პროექტი, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონ პროექტი, პარლამენტის რეგლამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და რეფერენდუმის შესახებ საქართველოს კანონ პროექტი. გაცნობებთ, რომ პირველი მოსმენის შემდგომ მხოლოდ უმეტესწილად 99% არის მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შესწორება, ამიტომაც გთავაზობთ, რომ ცვლილებების რაოდენობიდან და მოცულობიდან გამომდინარე თავებით ხომ არ განვიხილოთ ეს საკითხი ბატონ თავჯდომარე. კი ბატონო, უმჯობესი იქნება რომ მივყვეთ თავებით, როგორც მოგეხსენებათ, შეგვიძლია ჩვენ გავუყვეთ გარებით, თავებით, მუხლებით, მუხტებით. ტექსტის მოცულობიდან გამომდინარე, გთხოვთ რომ ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა პირველი მოსმენიდან მეორე მოსმენის შორის, თავების მიხედვით გააცნოთ კომიტეტის წევრებსაც და ამავდროულად საზოგადოებასაც. შესაბამისად დავიწყოთ თავი პირველი. დავიწყოთ, ეს არის საარჩევნო საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსი, თავი პირველი, მის მეორე მუხლში, ეს ტერმინთა განმარტება, მეორე მუხლის მე-13 პუნქტი ეხებოდა ანტიკორუფციული ბიუროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, როგორც მოგეხსენებათ, ანტიკორუფციული ბიურო იქნა გაუქმებული, მისი ფუნქციები აუდიტის სამსახურმა გადაიბარა, ამიტომაც სწორედ ტერმინოლოგიური თვალსაზრისით იქნა ამოღებული კანონ პროექტიდან ეს კონკრეტული დანაწესი. ბატონო, კოლეგებო, თუ გექნება შენიშვნები, მოსაზრებები, ვთქვათ რომ მანიშნოთ და ამ პრინციპით გავყვეთ კანონ პროექტს. ბატონო, იგივე თავის მაშინ ერთი საკითხიც არის, ბატონო თავმჯდომარე, იგივე თავის მე-6 მუხლის სახელწოდება, სადაც რომელიც არჩევნების რეფერენდუმის პლებისციტის უხმეთქნით გამოცხადება, შეიცვალა სახელწოდება და გამართვის დღე, არჩევნების პლებისციტის გამართვის დღე ასე ჩამოყალიბდა. მეტი სხვა ცვლილება პირველ თავში ჩვენ არ გვაქვს. კი ბატონო, თავი მეორე. თავი მეორე. ხოლმე მოგახსენებთ. მეორე თავის მერვე მუხლის 24 პუნქტი ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს, რომელსაც ეზღუდება პარტიული საქმიანობა, ეს დანაწესი არის შეცვლილა აქ, უბრალოდ აქამდე იყო მე-19 მუხლში და შემდგომ, როგორც მე პირველი მოსმენით განხილვის პირობებში მოგახსენეთ, ხდება სისტემატიზაცია მუხლებისა, გადმოინაცვლა ამ დანაწესმა მერვე მუხლის 24 პუნქტში.
ბატონო, სიურდიულ დეპარტამენტის შენიშვნა გახდათ. მესამე თავში? არაბჭერ მესამე თავამდეც არის. ხომ მეორე თავში ხომ არ არის კიდევ? კი, ამ თავში არის კიდევ გარკვეული ცვლილებები. შემდგომ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში ასევე საბჭოთა აუდიტის სამსახურით არის ჩანაცვლებული ანტიკორუფციული ბიურო, მე-10 მუხლში დაზუსტება, სადაც მე-10 მუხლის პირველი პუნქტის გექვე პუნქტში საუბარია საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებაზე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, აქ არის ისედაც ეს დაზუსტება, ისედაც ეხებოდა მუხლს, სიტყვა საუბნო საარჩევნო იქნა ჩამატებული. შემდეგ იგივე მე-11 მუხლის მეორე პუნქტში აქაც ტექნიკური ხასიათია, განსაზღვრული ეწერა ცესკოს თანამშრომლები, ჩაემატა ცესკოს აპარატის თანამშრომლები, ამით პრაქტიკულად შინაარსი არ შეცვლილა. შემდეგ იგივე თავის მე-13 მუხლი ეხება მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი, აქ არის საარჩევნო კომისიის წევრის დანიშნული პარტიის აკრძალვის საფუძვლები და ესე იგი საკმარისი პირობა შეწყვეტისთვის რომ არის პარტიის აკრძალვა პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო წევრისას სწორედ ამ რეგულაციას ეხება ეს პუნქტი. იგივე მუხლის მე-9 პუნქტი ხო, აბსოლუტურად იგივეს არეგულირებს და ეს პუნქტი დაემატა, იმიტომ რომ აკრძალვის შემთხვევაში სასამართლო გაწყვეტილება აღარ არის საჭირო. ანუ არის საუბარი იმაზე, რომ კომისიის წევრის გამოწვევა შესაძლებელია სასამართლო გაწყვეტილებით პარტიის მიერ დანიშნული, ხოლო როგორც მოგესალმება, თუ კი კონკრეტული პოლიტიკური პარტია აიკრძალა, ამ საკითხს უკვე დამატებით საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გაწყვეტილება აღარ ჭირდება, შესაბამისად ეს რეგულაციაც იქნა დამატებული ამ კონკრეტულ მუხლს. შემდეგ მე-17 მუხლი იგივე თავში, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ცეკვე პუნქტი, უბრალოდ ორჯერ ეწერა საქართველოს პარლამენტი და ტექნიკურად გასწორდა, აქაც არაფერი შინაარსის დამატებით. ტექნიკური თვალსაზრისია, იგივე თავის მე-19 მუხლი არის აქაც ტექნიკური თვალსაზრისით ცვლილებაა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე, გარდამკვირვებელი დადგენილი წესისა პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებზე ეზღუდება პარტიული საქმიანობა, როგორც ეს მოგახსენეთ, ეს არის გადატანილი მერვე მუხლში, იგივე წერია და შესაბამისად დუბლირების თავიდან არიდების მიზნით იქნა ამოღებული კანონპროექტიდან. იგივე თავის 21 მუხლის საარჩევნო კომისიის შექმნა, აქაც მისი მე-9 პუნქტი შინაარსის შეუცვლელად იქნა ცვლილება განხორციელებული, პრაქტიკულად იგივე ეწერა, პარტიას უფლება არ აქვს გამოიწვიოს და დანიშნოს საარჩევნო კომისიის წევრები კენჭისყრისდღემდე ბოლოს 3 კვირის განმავლობაში. პარტიას უფლება კენჭისყრისდღემდე ბოლოს 3 კვირის განმავლობაში საარჩევნო კომისიის ახალი წევრი დანიშნოს, ხოლო დანიშნული წევრის გადადგომის შემთხვევაში იგივე ეწერა წინა ტექსტის, ახლა ტექსტობრივად გასწორდა, იდეა ის არის, რომ არჩევნებამდე 3 კვირით ადრე უნდა იქნეს გამოწვეული პარტიის მიერ დანიშნული წევრი, თუ კი ასეთ გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს. ეს არის აქ პატები მოვიდა შესაბამისობაში, ხო? დიახ, მხოლოდ შემდგომ იგივე თავის 26 მუხლის მე-16 პუნქტი, აქაც გადანომბრის გათვალისწინებით სისტემატიზაციის თვალსაზრისით კანონპროექტისა მე-12 მუხლი იქნა 22 მუხლის ნაცვლად მითითებული. შემდეგ იგივე თავში 27 მუხლი, რომელიც ეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა დანიშნვის საკითხს, მის მე-9 მუხლში იქნა შეტანილი ცვლილება. თუ კი ადრე ცესკო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს არჩევაში იღებდა მონაწილეობას ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისიაც, არსებული ცვლილებით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევაში მიიღებს მონაწილეობას საუბნო საარჩევნო კომისია მხოლოდ იმ დათქმით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის არანაკლებ 3 წევრმა, მის მიერ არჩეულმა არანაკლებ 3 წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ეს არის ცვლილება.
კი ბატონო, მეორე თავში მხოლოდ ეს ცვლილებებია. კი ბატონო, მადლობა. აპარატს ხომ არ აქვს შენიშნული მოსაზრებები, დამცველ საზოგადოებაზე არ არის ასეთი. თავი მესამე. კი ბატონო, თავი მესამე თავის 32 მუხში აქ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის და მის ტერიტორიების დაზუსტების საკითხია, რომელიც იყო ერთად თავმოყრილი და ამ შემთხვევაში კანონპროექტმა პრაქტიკულად გააყო ეს საკითხი ორად. მოკლედ, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები უნდა შეიქმნას 1 ივლისამდე, როგორც ამას კანონში ჩვენ ვიცით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშნვის დღე და ასევე უნდა მისი ტერიტორია დაზუსტდეს არჩევნების დანიშნვიდან 5 დღის ვადაში. ეს არის ის ცვლილება, რომელიც აისახა პირველი მოსმენის შემდგომ ამ მუხში. შემდეგ 33 მუხლი საარჩევნო უბნები აქ მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება 54 პუნქტი, ანუ რეალურად გადანომრის შედეგად მიღებული ცვლილება და მეტი არაფერი ტექნიკური ხასიათის. ეს არის მესამე თავში არსებული ცვლილება. კი ბატონო, მეოთხე თავი აღმოსავლთა სიები. მეოთხე თავი არის ეხლავე ამომრჩეველთა სია, რომლის 34 მუხლის მე-9 პუნქტიც ასევე მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებაა და ნუმერაციის გადანომრის შედეგად არის გამოწვეული. კი ბატონო, მადლობა. მეოთხე თავში მეტი სხვა ცვლილება არ არის. მეხუთე თავი არის უცვლელი. კი ბატონო, შენიშნა მოსაზრებები არ არის ასეთი. მეექვსე თავის ბატონო, ეს არის 45 მუხლი, მეექვსე თავის, რომლის მე-11 პუნქტი, აქაც აბსოლუტურად ტექნიკური ხასიათის ცვლილებაა, სასკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელის უფლება აქ დაკვირვება განახორციელოს ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში და ნაცვლად 39 მუხლის ეწერია 54 მუხლი მითითებითი მუხლი, რაც არის გამოწვეული ახალი ნუმერაციით ამ კანონ პროექტისა. მეტი არაფერი. შემდეგ მოდის 59 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად შეიცვალა წესი და ზოგადად მიეთითება დამკვირვებელი კოლეგებო, აღარ იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლის გრადაცია კანონპროექტიდან გამომდინარე და იქნება ზოგადი სახელი დამკვირვებელი, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივს, ასევე საერთაშორისო დამკვირვებელს. ეს არის ყველა ცვლილება, რომელიც ეხებოდა მე-5 თავს. მე-6 თავს უკაცრავად. მე-7 თავი წინასაარჩევნო კამპანია. მე-7 თავში ბატონო თავმჯდომარე არის შემდეგი ცვლილება, ეს არის 51 მუხლი, რომელიც ასევე მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს შეიცავს, რადგანაც სამხედრო შენაერთების ნაცვლად სააგიტაციო მასალის გავრცელებასთან დაკავშირებით შენაერთი არის ჩანაცვლებული სიტყვით ობიექტები, მეტი არაფერი და შემდეგი 57 მუხლში მის მეორე პუნქტში სადაც საუბარი უფასო საერთო დროზე, უფასო საერთო დრო ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად თანაბრად ეძლევიან პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 3%-ზე მეტი მიიღეს და ეს ყველაფერი გათვალისწინებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, ასევე ამ კანონის კონკრეტული დანაწესი იქნა ამოღებული და ბუნებრივია, რომ მან გავლენა მოახდინა ჩვენს მიერ განსახილულ კანონპროექტზე და აქედანაც იყო მიღებული გაწყვეტილება ამოგვეღო შესაბამისი პუნქტი და სავსებით ლოგიკურიც. ეს არის ყველა ცვლილება, რომელიც მე-7 თავს ეხება. კარგით, მე-8 თავი არჩევნების რეფერენდუმის დაფინანსება. კი ბატონო, აქ გვაქვს ჩვენ შემდეგი ცვლილება, ეს არის მე-60 მუხლი. აქ სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ჩანაცვლებული, ამ სამსახურით არის ჩანაცვლებული
ანტიკორუფციული ბიურო მოგეხსენებათ გასაგები მიზეზების გამო, რადგანაც ანტიკორუფციული ბიურო ამ შემთხვევაში მხოლოდ დროებით ასრულებს მოვალეობას, ხოლო მარტიდან თუ ორცდები კანონმდებლობის შედის ძალაში. კანონი კი ბატონო, რომლის მიხედვითაც უკვე აუდიტის სამსახური იქნება უფლებამოსილი ორგანო იგივე უფლებამოსილებით, რაც აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს. იგივე ეხება მე-7 პუნქტს იმავე მუხლის, იგივე ეხება 62 მუხლის პირველ პუნქტს, მეორე პუნქტს, მესამე პუნქტს, ზოგადად ამ მუხლში ყველგან სადაც მითითება იყო ანტიკორუფციულ ბიუროზე, მის ნაცვლად იქნება ცხადია აუდიტის სამსახური. კი ბატონო. სხვა ხوارაფერი, სხვა სულები როგორი არის? არა, სხვა არ არის. მე-9 თავზე თავამდე მივედით. კი, მე-9 კენჭისყრა. მე-9 თავი არის სულებების გარეშე. თიწუთით დაუწმობდეთ. არა, მე-9 თავის გაცრავად 73 მუხლის მე-7 პუნქტში, აქაც ხოლმე ტექნიკური ხასიათის ცვლილებაა და ნაცვლად 71 მუხლის მე-3 პუნქტისა მითებულია მე-4 პუნქტი, რომელიც კომისიის მდივნის უფლებამოსილებებს ეხება, რას აღრიცხავს და ასე შემდეგ. ისიც ნუმერაციის ცვლილების გამო. კი ბატონო. მეტი აქ ცვლილება არ გვაქვს და მე-10 მუხლამდე ვართ. მე-10 თავი კენჭისყრის არჩევნების ელექტრონული საშუალებით გამოყენებით მე-10 თავი არის ცვლილების გარეშე. სულების გარეშე. კი ბატონო. შემდეგი მე-11 მე-11 თავი კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება. კი ბატონო, შეჯამებას რაც ეხება აქ არის 84 მუხლის მე-12 პუნქტი და ესეც სისტემატიზაციის გამო წინა ტექსტში, პირველ მასვენის ტექსტში იყო მე-10 პუნქტი ამ მუხლის, ახლა განისაზღვრა მე-10 პუნქტი მე-11 პუნქტად. ხოლო ტექნიკური ხასიათის ცვლილებაა. ამ თავში სხვა ცვლილებები ხო აქვს? შემდეგ არ ყოფილა, მე-12 თავამდე სხვა ცვლილება არ აქვს. მადლობა. მე-12 თავი არჩევნების მეორე ტური. მე-12 თავი 97 მუხლის პირველი პუნქტის ბექვე პუნქტი, აქაც მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება ნუმერაციის თვალსაზრისით, რომელიც არსებითი შინაარსის შეუცვლელად არის, იგივე ეხება 67 მუხლის მე-19 პუნქტს, აქაც ანალოგიურად ხოლმე ნუმერაციის შედეგად არსებული ნუმერაციის ცვლილების შედეგად არსებული მოცემულობაა და ამით ამოიწურა მე-12 თავი ცვლილებების. კარგით, შემდეგი არის მე-13 თავის საარჩევნო დავის განხილვა. კი ბატონო, მე-13 თავს რაც შეეხება კოლეგებო, აქ არის საარჩევნო დავის განხილვის რეგულირებელი ნორმები, რომლის 99 პუნქტის მე-5 პუნქტი იქნა ამოღებული, ეხება თუკი კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება მქონე პირმა დააფიქსირა, აღმოაჩინა დარღვევა საჭიროების რეგისტრაციისას, ამ საჭიროების რეგისტრაციასთან დაკავშირებული გაწყვეტილება დადგენილ წესით იღებს კომისია, ეს პირველი მოსმენის რედაქცია, რადგანაც იგივე წესი პრაქტიკულად არის 67 მუხლში გათვალისწინებული დუბლირების თავიდან აცილების მიზნით ეს დანაწესი ამ მუხლიდან იქნა ბატონ თავმჯდომარე ამოღებული. და დავით ზუსტად ეს იყო თქვენს მიერ წარმომადგენელი კანონპროექტის ერთ-ერთი ინოვაციას, რომ დუბლირებული მუხლები სადაც კი იყო მაქსიმალურად სისტემატიზაცია კანონპროექტის იყო მნიშვნელოვანი. ყოფილიყო. თორე დიდი ხანი კი ბატონო 2011 წელს მიღებულ კანონპროექტში ასამდე ცვლილება განხორციელდა და ცხადია რომ მას ჭირდებოდა შესაბამისი გადამუშავება. კი ბატონო, მე-14 თავამდე სხვა ცვლილება არ გვაქვს. კარგი, მაშინ მე-14 თავი, კოლეგებო, შენიშნები ხომ არ არის, საზოგადოებინას არ არის, მე-14 თავი. რაც შეეხება მე-14 თავს, კი ბატონო, პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის, ამ თავის 94 მუხლში არის მის მე-6 პუნქტში ეს პირველი მე-6 პუნქტში უკაცრავად, აქ არის ანტიკორუფციული ბიუროს ნაცვლად სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაფიქსირებული, მერვე პუნქტში არის მხოლოდ ტექნიკური გადანომბრის შედეგად არსებული ცვლილება, იგივე მე-9 ეხება მე-9 პუნქტს. ბატონო, შემდეგ 105 მუხლში ასევე არის ცვლილება და ეს ცვლილება
არის არჩევნების რეფერენდუმის ამ პლებისციტის შემაჯამებელი ოქმის ასლის გაცემის ამ კანონის დადგენის წესი დარღვევა. ესეთი ფორმულირება ქონდა პირველი მოსმენის რეჟიმში არსებულ ტექსტს და მარტივად ოქმის ასლის გაუცემლობით შეიცვალა, რაც შინაარსობრივად არის აბსოლუტურად იდენტური და უფრო სწორია, მართებულია ლინგვისტურად, რომ ასე ჩამოყალიბდეს. მე 15 მუხლამდე სხვა ცვლილება არ გაგვეჩნია. მე 15 თავი. მე 15 თავს რაც შეეხება არის წარმოდგენილი უცვლელი, უსულად არის. დიახ, 16 თავი. მე 16 თავი ანალოგიურად ცვლილება არ განუცდია პირველი მოსმენის შემდგომ. კარგით, მე 17. მე 17 თავი. ხვავე. აქაც ესეც ცვლილების გარეშე. ცვლილების გარეშეა. მე 18 პარლამენტის არჩევნების შედეგების შეჯამება. პარლამენტის არჩევნების შედეგების შეჯამების თავიც გახლავთ ცვლილების გარეშე. მე 19 მუნიციპალიტეტის არჩევნები. მე 19 თავიც ანალოგიურად არის ცვლილების გარეშე. მე 20 მე 20 თავის 154 მუხლის მესამე პუნქტს ხო, ეს იყო კი ბატონო, გარდამავალ დებულებებში არსებული, როგორც ჩვენ თქვით, პირველი მოსმენის რეჟიმში ცალკეული წესები, რომელიც იყო 2011 წელს მიღებულ კიდევ ერთხელ ვიმეორებ კანონ პროექტში გარდამავალ დებულებებში განსაზღვრული ხდება მისი გადმოტანა ძირითად დებულებაში და ანალოგიურად და სწორედ ეს პუნქტიც ეხება ამ რეგულაციას, კერძოდ საკითხი ეხებოდა იმ მოცემულობას, რომ გადამავლდებულებაში იყო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მოცემულობა და ნაცვლად 2014 წლისა ძირითად დებულებებში ჩაიწერება 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მოცემულობა, რადგანაც უახლესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სწორედ ახლა ჩატარდა და ის წესი, რა წესითაც მოხდა ამ არჩევნების ორგანიზება, გავრცელდება და დადგინდება როგორც ძირითადი ნორმები საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე. შემდეგ ეს 155 მუხლში არის ასევე მის მე-7 პუნქტში არის ცვლილება, კერძოდ პარტიული აქამდე არსებული წესით პარტიული სია, როდესაც მიეწოდებოდა ნებისმიერი ანუ პარტიული სიის დამოწმება შესაძლებელი იყო უფლებამოსილი პირის ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერით აღნიშნული პირველი მოსმენის შემდგომ განიცადა ამ პუნქტმა ცვლილება და დადგინდა რომ უფლებამოსილი პირი, სხვა უფლებამოსილი პირი აღარ იქნება რელევანტური იმისთვის რომ პარტიულ სიას მოაწეროს ხელი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე პარტიული სიის დამოწმება მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის მიერ მოხდება და არა სხვა ვინმე თუნდაც ასე ვთქვათ მინდობილი უფლებამოსილი პირის მიერ. შემდეგ 151 მუხლი იგივე თავის აქაც ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებმა განიცადეს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება, თეკვე პუნქტი მე-5 მუხლის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის ნომერი, ანუ სიტყვა დასახელდა იქნა ამოღებული, რადგანაც შინაარსობრივად ეს იგულისხმება და მე-6 პუნქტშიც საკრებულოს თითოეული იყო საკრებულოს კანდიდატის და ჩაემატა სიტყვა თითოეული კანდიდატის, რაც უფრო მეტად ასე ვთქვათ ცალსახად და ნათელს ხდის კანონმდებლის მოსაზრებას და შეხედულებას, რომელიც კანონად დადგენის პირობებში სავალდებულოდ არის შესასრულებელი, ასევე 152 მუხლის პირველი გაცნობად მე-5 პუნქტის ბეგვე პუნქტი, აქაც ანალოგიური ცვლილება, ანუ პარტიის ხელმძღვანელმა უნდა დაამოწმოს კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება და სხვა უფლებამოსილი პირი აღარ იქნება უფლებამოსილი, რომ ეს დამოწმება განახორციელოს საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგივე მუხლის
მე-6 პუნქტის ვექვე პუნქტი სიტყვა ბოლოში დაემატა სიტყვა წარდგენაზე და ეს სიტყვა შინაარს არ ცვლის, აზუსტებს და უფრო მეტად თვალსაჩინოს ხდის მუხლის შინაარს. ეწოდით კი ბატონო, მე 21 თავამდე სხვა ცვლილება ჩვენ არ გვაქვს. კი ბატონო. შემდეგი გახლავთ საქართველოს დედაქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნები, ეს არის 173 მუხლი, რომლის მე-5 პუნქტში ანალოგიურად თქვენ 32 მუხლიდან გამომდინარე უკვე მოგახსენეთ ცვლილება, რომელიც ეხება ვადებს, იქ არის პირველი, არაუგენეს 1 ივლისისა, უნდა იქნას ტერიტორიული ერთეულების საზღვრები და ამორჩეულთა რაოდენობა განსაზღვრული და რადგანაც აქ ვადა გაიმიჯნა ამ მუხლის მე-5 პუნქტიდან არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში ეს ტერმინი იქნა ამოღებული, რადგანაც ის ამ იგივე კანონის 32 მუხლით არის უკვე გათვალისწინებული და მის დუბლირება არ არის საჭირო. შემდეგი მუხლი პრაქტიკულად არა, შემდეგ თავამდე 22 თავამდე ცვლილება აღარ აქვს. უკაცრავად 179 მუხლის პირველი პუნქტის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი, აქაც მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით 151 მუხლი იქნა 151 მუხლის ნაცვლად ჩამატებული, შეცვლილი უფრო სულად კანონ პროექტში. სხვა 22 თავამდე ჩვენ ცვლილება არ გვაქვს. კარგი, შემდეგ გახლავთ თვითმფრინავის ქალაქის თემის მერის არჩევნები, მისი 172 მუხლის მეორე პუნქტი ანალოგიურად მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება განიცადა ამ მუხმა და იქნა ვქვე პუნქტის ნაცვლად მითითებული. იგივე მუხლის მე-6 პუნქტში ანალოგიურად სხვა დანაწესისა, სადაც პარტიის ხელმძღვანელს ენიჭება მხოლოდ წარდგენაზე და პარტიულ სიაზე ხელმოწერის უფლებამოსილება, აქაც უფლებამოსილი პირის, ასე ვთქვათ, ვალიდურობა იქნა კანონმდებლის მიერ, ანუ იქნა ამოღებული პროექტის ავტორების მიერ და აქ მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელი დარჩა როგორც უფლებამოსილი პირი წარადგინოს შესაბამისი კანდიდატი მერობის არჩევნებზე. შემდგომ იგივე მუხლის მე-11 პუნქტის ვექვე პუნქტი ანალოგიური უფლებამოსილების ფარგლებში არსებული ცვლილება, რომ მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელი წარადგენს კონკრეტულ კანდიდატს და ასევე პარტიულ სიას, როგორც ის ადრე მოგახსენეთ. კი ბატონო, ეს არის ამ თავში არსებული ბოლო ცვლილება. კარგით, 23 თავი რეფერენდუმი და პლებისციტი. შეეხება რეფერენდუმს და პლებისციტს, კოლეგებო, აქ ჩვენ არ გვაქვს ცვლილება, შესაბამისად 24 თავამდე სხვა ცვლილება არ არის, ბატონო. თავი 24. 24 თავი გახლავთ გარდამავალი დებულებები. აქ პირველი მოსმენის რედაქციაში დასკვნით დებულებები იყო ერთ მუხლად წარმოდგენილი, ხოლო რომ პირველი და მეორე მოსმენის პირობებში ეს მუხლი ორად გაიყო გარდამავალ დებულებებად და დასკვნით დებულებად თვითონ პრაქტიკულად შინაარსის შეუცვლელად. ერთადერთი აქაც შემიძლია საზოგადოებას შევახსენო, რომ საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებებს 2022 წლის 1 მარტის შემდეგ განახორციელებს, ხოლო მანამდე ანტიკორუფციული ბიურო არის დროებით ამ უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანო. ეს არის საარჩევნო ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსი თავისი ცვლილებებით. მოსმენის რეჟიმში. მადლობა, კოლეგებო. აქ საზოგადოებას ხო არ აქვს რაიმე შენიშნული მოსაზრებები. ასეთი არ გახლავთ. მაშინ გადავიდეთ თამდევ კი ბატონო, ცვლილებებზე. კი ბატონო, დავით. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონპროექტი უცვლელად წარმოდგენილი პირველი მოსმენის შემდგომ რეფერენდუმი.
ასევე რეფერენდუმის შესახებ კანონი არის უცვლელად წარმოდგენილი, უცვლელად არის წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. მოკლედ, თამდე 4 კანონ პროექტში პირველი მოსმენის შემდგომ ცვლილება არ განხორციელებულა. დიდი მადლობა ამ უძრავად წარმოდგენილი ცვლილებებისთვის. ამავდროულად დავიდოთ შესაძლებლობა, რომ მესამე მოსმენის ფარგლებში მითითებითი ნორმები ამოქმედებასთან, ამოქმედების ვადებთან, გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები, თუ ამის საჭიროება იქნება, დავასუსტოთ და შესაბამისად წარუდგინოთ საქართველოს პარლამენტს. დიდი მადლობა თონ დავით. შემდეგი საკითხის სხველი გამოსატანი გახლავთ, ეს არის საქართველოს კანონის პროექტი მედიაციის შესახებ, თანდაო ცვლილებებთან ერთად მესამე მოსმენით არის და კი ბატონო, წარმოგიდგენთ საქართველოს კანონს მედიაციის შესახებ კანონ პროექტს ცვლილებებით მესამე მოსმენით. ეს მოიცავს 3 კანონ პროექტს, თვითონ უშუალოდ მედიაციის შესახებ კანონს, სასამართლოს შესახებ კანონ პროექტს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსს. შემიძლია გითხრათ, რომ მეორე მოსმენის შემდგომ მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ტერმინოლოგიური ცვლილება, სხვა მეტი შინაარსობრივი ცვლილება არ განუცდია ამ კანონ პროექტებს, არც ერთს. შეგვიძლია ცალ-ცალკე იგივე კი ბატონო, მედიაციის შესახებ კანონ პროექტთან დაკავშირებით ცვლილება ასახულია ცვლილება შეგვიძლია. კონტექსტული ხასიათის და ასეთი არ გახლავთ შენიშვნები. შემდეგი საერთო სასამართლოს შესახებ იგივე არის შეგვიძლია არ არის და სამოქალაქო პროცესი. სამოქალაქო კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ არ შეცვლილა არაფერი, გარდა ტექნიკური ხასიათის მუხლობრივი თქვათ გადაადგილების. კი ბატონო. დიდი მადლობა ბატონო დავით. დიდი მადლობა. მუშაობისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე დეტალურად განმარტებისთვის, როგორც პირველ მოსმენის ფარგლებში, კომიტეტებზე, ისე პლენარულ სხდომაზე, ისე მეორე მოსმენის ფარგლებში, შეგვიძლია უკვე პლენარულ სხდომაზე მერე განვაგრძელოთ საკითხის განხილვა. მადლობა. თოთ საიკაოთ, ფატლობთ. შემდეგ გადავიდეთ მაშინ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესის წარმოქმნილი ცვლილებებზე. ეს გახლავთ იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თავობას და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტში შემავალ სხვა პროექტებთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე დარახველიძე გახლავთ მოხსენებელი. დღის ესრით გათვალისწინებული მე-4 საკითხია. მოგესალმები პატრიციულ დეპუტატებს და ამ საზოგადოებას. წარმოგიდგენთ მესამე მოსმენით იარაღის შესახებ საქართველოს კანონში და მის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების პაკეტს. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება ეთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას, სადაც აისახება მონაცემები ფსიქიკური დაავადების, ნარკომანიით, ტოქსიკომანიითა და ალკოჰოლიზმით დაავადებული პირების შესახებ და აღნიშნული მონაცემები გამოყენებული იქნება იარაღის შესახებ ლიცენზიისა თუ ნებართვის გაცემის დროს, ასევე მართვის მოწვევის გაცემის დროს, რათა არ გაიცეს ისეთ პირებზე ეს ლიცენზია, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც უკუნაჩვენებია შესაბამისი ლიცენზიის ფლობასთან. რაც შეეხება კონკრეტულ მუხლებს, რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა, ძირითადად შეეხება ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს და შეეხება ამოქმედების ვადებს. ჩვენს კოლეგა ჯანდაცვის სამინისტროსთან ასე ვთქვათ კომუნიკაციით თავაზობთ, რომ ძირითადი ნორმები შევიდეს ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან, თუმცა პლენარული მოსმენისთვის უკვე დაზუსტებულ ამოქმედების ვადებს წარმოვადგენთ ბატონო თავმჯდომარე შესაბამის ორდინგებით. მაშინ ბატონო ალექსანდრე, ეხლა რაც არის მითითებული 1 მარტია, ხო? მითითებული 1 მარტი პროექტებში, თუმცა აპარატსაც თქო, რომ კვლავ 1 მარტი იყოს იმ რედაქციაში, რომელსაც გაუგზავნით საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბატონო ალექსანდრე, გთხოვთ, რომ დასუსტებული თარიღი დაასახელო და შესაბამისად ის იქნება უკვე ასახული ტექსტშიც. კი ბატონო. ეს არის იარაღის შესახებ კანონთან დაკავშირებით, ასევე თავმდაბლო კანონებზეც. შემდეგ ერთიანად გითხარით მაშინ. კი ბატონო. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კოლეგებო, თქვენ გქნებათ შენიშვნები, რა თქმა უნდა, მანიშნეთ და აქაც განხორციელდა რედაქციული ხასიათის ცვლილებები და ამოქმედების ვადა მესამე მოსმენისთვის დაზუსტება. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებები, აქაც რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა და ამოქმედების ვადას დავაზუსტებთ.
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში ცვლილებები განხორციელდა რედაქციული ხასიათის და ამ მოქმედების ვადას დავაზუსტებთ. ასევე პაკეტში არის სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პაკეტისა პროექტი, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ამ პროექტიდან ამოვიდა რეგულაციები, რომელიც ეხებოდა იარაღის გადატანის უფლების მქონე პირებისთვის დამატებით ტყვია-წამლის შემოტანის საკითხებს, შესაბამისად ამ კანონში ცვლილების საჭიროება აღარ დგას და კიდევ ერთხელ გავაჟღერებ ამ საკითხს. სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა და ამ მოქმედების ვადა დაზუსტება, პოლიციის შესახებ კანონში აქაც რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა და ამ მოქმედების ვადას დავაზუსტებთ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების აგენტოს მიერ გაწეული მოსახურეობისთვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე აღნიშნულ კანონში ცვლილების საჭიროება აღარ დგას. სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელდა რედაქციული ცვლილებები და ამ მოქმედების ვადა დაზუსტება. კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ კანონში რედაქციული ცვლილებები განხორციელდა და ამ მოქმედების ვადა დაზუსტება. ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში რედაქციული ცვლილებები განხორციელდა და ამ მოქმედების ვადას დავაზუსტებთ. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს თავაზობთ, რომ მეცხრე პრიმა მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. ეს არის რედაქციული ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ალკოჰოლიზმით, ნარკომანითან და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად თავსდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები, რომელსაც ადმინისტრებას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამ მოქმედების ვადა აქაც დაზუსტება. საექიმო საქმიანობის შესახებ კანონში ტექნიკური ცვლილებები განხორციელდა და ამ მოქმედების ვადა დაზუსტება. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა და ამ მოქმედების ვადა დაზუსტება. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში აქაც რედაქციული ცვლილებები განხორციელდა და ამ მოქმედების ვადა დაზუსტება. ეს იყო 16 კანონპროექტი, რომელიც ჟამში ამ პაკეტში არის ბატონო თავმჯდომარე. თუ რამე კითხვები არსებობს, დიდი სიამოვნებით ვსად ვარ კი პასუხობთ ამ უბრალოდ. მადლობა ბატონო ალექსანდრე, შეკითხვები შენიშნებით ხომ არ არის, ასეთი არ გახლავთ. შემდეგი საკითხი, ამით კონსტიტუციური ინიციატივის განხილვა დასრულებულია. შემდეგი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მეორე მოსმენით. წარმოგიდგენთ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს დაშავებული სამსახურე მოვალეობის დროს დაშავებული და გარდაცვლილი პოლიციელებისთვის კომპენსაციის საკითხის დარეგულირება. მოგეხსენებათ, რომ 2005 წლის შემდეგ იზრდება პირველად და ორმაგდება კომპენსაციის ოდენობა როგორც გარდაცვლილი, ასევე დაშავებული პოლიციელებისთვის, ასევე წესდება სულად ახალი მექანიზმი. ეს არის სამედიცინო შვებულება ერთ წლამდე ვადით, რომელიც გაიცემა იმ პირებისთვის, ვინც სამსახურე მოვალეობის დროს დაშავდა და ეს ერთწლიანი ვადა შეიძლება კომისიურად გადაგრძელდეს იმ ვადით, რა ვადითაც იქნება ამის საჭიროება. ეს არის ახალი მექანიზმი, რომელიც მისცემს საშუალებას იმ პოლიციელებს, რომლებმაც დაიზიანეს ჯანმრთელობა სამსახურე მოვალეობის შესრულების დროს, ისარგებლონ სრული ბენეფიტებით, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო ანაზღაურებასთან, სხვა ბენეფიტებთან, ასევე ტრანსპორტირების, კურნალობის ხარჯების ანაზღაურებასთან, ასე რომ ვფიქრობ, აღნიშნული კანონის პრაქტიკაში განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი პოლიციელების და მეხანძრე მმართველების სამართლებრივ და სოციალურ მდგომარეობას. მუხლობრივი ცვლილებები გარკვეული განხორციელდა და მუხლობრივი განხილვის ფარგლებში მზად ვართ ბატონო თავმჯდომარე, მოგახსენებთ. კი ბატონო, მაშინ გთხოვთ, რომ რაც ცვლილებებიც არის განხორციელებული, კი ბატონო, მუხლი იქნება შენიშვნები, რა თქმა უნდა, დავაფიქსირებთ. მუხლი პირველის პუნქტი პირველი უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. მუხლი პირველის პუნქტი 2-ში განხორციელდა ცვლილებები და ჩაემატა მეოთხე პუნქტი. ამ მუხლით განსაზღვრული ეჭვიანი ფოლადი დახმარების გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მესამე პუნქტში პირველი მოსმენის შემდეგ დაკორექტი და ამ პუნქტში ტექნიკური ხასიათის ცვლილება განხორციელდა და დანამატები გაიწერა მხოლოდ რიცხვში და მეტ და დანამატი პროექტის წარმოდგენილი 51 პრიმა მუხლში სხვა სახის ცვლილებები არ განხორციელებულა. რაც შეეხება ამ მოქმედების ვადას, გამოქმედება გამოქვეყნების თანაბე და უცვლელი სახით არის ეს წარმოდგენილი. კი ბატონო. მეორე კანონი, ეს არის სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონი. აქაც ანალოგიურად ეს შეეხება მეხანძრე მმართველებს და identური, ესე ვთქვათ, ცვლილებები არის წარმოდგენილი როგორც პოლიციის შესახებ კანონში.
მუხლი პირველის პუნქტი პირველში ცვლილებები არ განხორციელებულა. მუხლი პირველის პუნქტ 2-ში დაზუსტა, რომ ეჯადი ფულადი დახმარების გაცემის წესი მინისტრის მიერ დადგენილი წესის დაპყრობებით განხორციელდება. მესამე პუნქტში დაკორექტი და რედაქციულად და დანამატების ნაცვლად განეწერა მხოლობით რისში დანამატი. მეოთხე პუნქტში ცვლილებები არ განხორციელებულა, ხოლო რაც შეეხება მუხლი 2-ს, ამოქმედების ვადა შეეხება და ამოქმედება გამოქვეყნებისთანო. ეს არის ბატონო თავმჯდომარე, მოკლედ მეორე მოსმენის პარაგრაფში აღნიშნულ პაკეტთან დაკავშირებით ინფორმაცია. თუ კითხვები არსებობს, დიდი სიამოვნებით წათვალ რომ გიპასუხოთ. კოლეგებო, ხომ არის ასეთია? დიახ, ნათელია, მაგრამ მაინც მინდა რომ ჩემთვის დავაზუსტო. აი, როდესაც სამედიცინო მშობლებაში იმყოფებიან, წელთა ნამსახურების ათვლა ჩვეულებრივად მიმდინარეობს, ხო? აი, მაგალითად, წელთა ნამსახურებასთან არის დაკავშირებული მორიგი წოდების მინიჭება. თუ ამ მშობლების დროს მოუწიათ, შეუფერხებლად მიიღებს, ხო? ამ მორიგ ასე რა ქვია, წოდებას სპეციალურს. დიახ, სწორედ ეს არის თერი არსი ამ ცვლილების, რომ სამედიცინო შვებულება არის ისეთივე შვებულება, როგორც არის მაგალითად, როგორცაც თითოეული ჩვენთაგანი მაგალითად ვიღებთ წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებას, შესაბამისად ამ პერიოდში უნარჩუნდებათ ფულადი სარგო და დანამატები და დამატებით აუნაზღაურდება მკურნალობასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო თუ კი იმ ასაკს მიაღწევს, რაც უკვე პოლიციელისთვის, ასე ვთქვათ, ზღვრული ასაკი არის, ბუნებრივია გათავისუფლდება უკვე ზღვრულ ასაკის მიღწევის გამო და არა იმის გამო, რომ არა, მორიგი წოდება შეუფერხებლად. კი ბატონო, თუ კი მისი პოზიცია ითვალისწინებს მინიჭების შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, ეს მექანიზმიც იარსებებს, იმიტომ რომ ის ითვლება თანამშრომლად, ოღონდ არის შვებულებაში, ასე ვთქვათ, ანუ ეს მექანიზმი შემოგვაქვს. დღეის მდგომარეობით მოცემულობა ბატონო თენგის არის ესეთი და ალბათ ძალიან არასამართლიანი ჩემი აზრით. მაგალითად, კრიმინალთა ბრძოლის დროს თუ გარდაიცვლება პოლიციელი, გათვალისწინებულია, რომ 100,000-იანი კომპენსაცია უნდა გადაეხადოს ოჯახს და მარჩენად დაკარგულისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი კომპენსაციით უზრუნველყოფა, ხოლო თუ კი გადარჩება ადამიანი და დაშავდება იმგვარად, რომ ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას, ამ შემთხვევაში კანონით თუ პირდაპირ წავიკითხავთ კანონს, 4 თვის თავზე სახელმწიფო ვალდებული რომ დაითხოვოს ის სისტემიდან და ეს ნამდვილად არასამართლიანი მიდგომა იყო და შესაბამისად ეს მექანიზმი მოქმედებს თავდაცვის სამინისტროშიც, ვინც გავიზიარეთ არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ სხვა წამყვანი ევროპული ქვეყნების პრაქტიკა და ძალიან სწორია, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეს საშუალება, რომ სამედიცინო შვებულებით ისარგებლონ, რა დროსაც ერთის მხრივ იმავე პოზიციაზე შესაძლებელი იქნება სხვა პირის დასაქმება, რომ სამსახურის საქმიანობა არ შეფერხდეს და მეორეს მხრივ ამ ადამიანს შეუნარჩუნდება საარგო დანამატები და ის საჭირო ანაზღაურებას დაქვემდებარებული მიმართულებები, რაც არის მკურნალობა, რეაბილიტაცია, შეიძლება ტრანსპორტირება და ასე შემდეგ. ასე რომ ამ ნაწილში მაქსიმუმს იღებს სახელმწიფო თავის თავზე, რომ ეს ადამიანი, ვინც თავისი ჯანმრთელობა შესწირა სახელმწიფოს და ხალხის სამსახურს, მის მიმართ სახელმწიფომ გაიღოს სრული, ასე ვთქვათ, ხელშეწყობა ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან. დიდი მადლობა. მადლობა. სხვა შენიშვნები ხომ არ არის? ასეთი არ გახლავთ. ხომ აქვს ბატონო ხადრაიმის თემატება? არა, მადლობთ. მადლობთ. მაშინ სამსად საკითხის განხილვა დასრულებული აქვს, თქო, რომ დაიკავოთ ადგილი. შემდეგი საკითხი გახლავთ დღის წესრიგით გათვალისწინებული, ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი კატაკიშვილის, მაია ბითაძის, ირაკლი ზარქუას და სხვათა მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ. მოხსენებელი გახლავთ ბატონი ირაკლი კატაკიშვილი. დიახ. მუხლი პირველი ცვლილება ხომ არ არის? ანდა. კი ბატონო, მუხლი 2. მუხლი 3.
ბატონო ეკლი მეგონი მიკროფონი არ აქვს ჩართული გთხოვთ რომ ბოდიშით დიახ არ გახლავთ სრულდება მუხლი 4 მუხლ 4-ში მოგახსენებთ ეხლავე დაემატა მუხლ 4-ში არა მუხლი 4-იც უსრულად არის გადმოტანილი კი ბატონო აქ უბრალოდ დაზუსტებულია დიახ ახსულებასთან დაკავშირებით შესაბამის ორგანომ რა უნდა განახორციელოს არ დაიწყოს წარმოება ან დაწყებული საკითხი შეწყვეტოს და გამოქვეყნების თარიღი ხომ არ შესულა მე მუხლი 5 მუხლი ეს გამოქვეყნებისთანავე ამოქმედეს ეს დიახ დიდი მადლობა შენიშნული მოსაზრებები ხომ არ გაქვთ კოლეგებო ამ საზოგადოებას ასეთი არ გახდა კარგით მადლობა და კიდევ ერთი საკითხი არის თქვენი გამოსატანი ბატონო ირაკლი ეს გახლავთ ნომერი 194/3 მეორე მოსმენით ადმინისტრაციულ სამართალდაღუთა კოდექსის ცვლილების შეტანის თაობას დიახ ეს ეხება ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს რომლებიც გარკვეულ სამეწარმეო საქმიანობას აწარმოებენ აქაც მუხლობრივად გავყვეთ კი ბატონო მუხლი პირველი ცვლილება მუხლი პირველი ცვლილება არ გვაქვს მუხლი 2 მუხლი 2 ცვლილება არ გაქვს ბატონო, შემდეგი, მგონი, ამწორეთ ხო? არა გვაქვს დიახ ცვლილებები, არა გვაქვს. შენიშნული მოსაზრებები ხომ არ არის? არაფერი დაბის დამატება ხო აქვს სულ პატარა. არა, მადლობთ. დიდი მადლობა. ამით საკითხის განხილვაც დასრულებულია. ხოთ რომ დაიკავოთ ადგილი ბატონო რაკლი. მადლობთ. შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი ქათაკიშვილის, მაია ბითაძის ირაკლის არქუას და სხვათა მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღუთა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. მომხსენებელი გახლავთ ბატონი აკაკი ალადაშვილი და შესაბამისად გთხოვთ ბატონო ირაკლი თქვენს ამოცანების საკითხების დასრულებულია. მადლობა. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო კოლეგებო და საზოგადოება და მეორე მოსმენის წესი წარმოგიდგენთ კანონ პროექტს ადმინისტრაციულ სამართალდაღუთა კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ. პირველი მოსმენით განვიხილეთ ჩვენ ეს საკითხი და როგორც მოგეხსენებათ დაემატა 272 სეკუნდა მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდაღუთა კოდექსს და პირველი მოსმენის შემდეგ კანონ პროექტმა განიცადა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები. კი ბატონო, მოხლობრივად მივყვეთ მაშინ, მუხლი პირველი რა ცვლილებები არის ტექნიკური ხასიათის ცვლილებები არა ხო? შენ არსის უსულად. დიახ, კი. შენიშნები ხომ არ არის? ასეთი არ გახლავთ. მუხლი 2 აი ანალოგიურად მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შინაარსის ცვლილების გარეშე. კი ბატონო. ამოქმედების თარიღი ხომ არ შესულა მუხლის 3? არა, 21 დღე გამოქვეყნების შემდეგ. მადლობა კოლეგებო. შენიშნები მოსაზრებები არ არის, ამ საკითხის განხილვა დასრულებულია. მადლობა თავგეთ და თუ აქვს ხაიმის დამატება თქო. მადლობა არა. მადლობა. გქონდ დაიკავთ. შემდეგი საკითხი გახლავთ, დღის შესაძლებლად გათვალისწინებული პირველი საკითხი, ეს არის ბატონი გიორგი ვოლსკის, ირაკლი კირცხალიას, არშილ გორდულაძის, რატიონა თამაშურის და სხვათა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ, რომელიც დაკარგულად ცხადდება, შესაბამის კანონ პროექტებთან ერთად მოხსენებელი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი თორნიკე ჭეიშვილი. მადლობთ ბატონო თავმჯდომარეო, მოგესალმებით პატივსემულო კოლეგებო, მივესალმებით ამსრე საზოგადოებას. წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ საქართველოს კანონისა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე კანონ პროექტს მოგახსენებთ პირველ ყოვლისა იმას, რომ პირველი მოსმენის შემდგომ წარმოდგენილმა საკანონმდებლო ინიციატივამ განიცადა მხოლოდ ტექნიკურ რედაქციული ხასიათის შესწორებები, რომელიც არის
თქვენ წინაშე წარმოდგენილი და მუხლობრივი განხილვის ეტაპზე მე დამატებით კიდევ ერთხელ მოვახდენ შესაბამის ნიუანსებზე, რა თქმა უნდა, ინფორმაციის მოწოდებას. ასევე 2 სიტყვით მიუხედავად იმისა, რომ პირველი მოსვენის ფარგლებში საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ ჩვენ აღნიშნული საკითხი, კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას შევახსენო თუ რაოდენ მძიმე პრეისტორია აქვს ამ კანონების მიღებას ქონდა თავის დროზე, როდესაც ფაქტობრივად ნაცმოძრაობის რეჟიმის მხრიდან ჩვენ საქმე ქონდა გამოცხადებული ღალატის ქრონიკასთან. ეს ხდებოდა 2006-2007 წლებში, კულმინაცია გასაგებია ეს იყო 2008 წლის სამხედრო აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ტერიტორიების ოკუპაცია. და სამწუხაროდ უნდა ითქვას ის, რომ სწორედ ამგვარი აბსოლუტურად მანკიერი, არაჯანსაღი მანიპულაციებით ასეთი ტიპის არაკონსტიტუციური კანონების მიღებით მოხდა ხელშეწყობა, შეიძლება ითქვას, იმისა, რასაც ქვია ტერიტორიების ოკუპაცია, მოხდა ირიბი ლეგიტიმაცია ასევე სეპარატისტული ასე ვთქვათ რეჟიმის და იქაური ძალების, რასაც რა თქმა უნდა ჭირდება გამოსწორება, რასაც ჭირდება კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნება, მოქცევა. საქართველოს მოგესალმებათ არის უნიტარული სახელმწიფო და ნებისმიერი ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულის შექმნა, თუ კი ასეთი იქნება განზრახული, უნდა მოხდეს რა თქმა უნდა კონსტიტუციის ფარგლებში. მეორე მხრივ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლი მკაფიოდ ითვალისწინებს წინაპირობებს იმისა, თუ როდის შეიძლება კონსტიტუციური კანონით მოხდეს საქართველოს ტერიტორიული ორგანიზაციის, ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის გადასინჯვა და ეს უკავშირდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენას. შესაბამისად, იქამდე, ვიდრე ეს მომენტი დადგება, ხსენებული მიმართულება, ხსენებული საკითხი ფაქტობრივად არის ტაბუდადებულ თემად გამოცხადებული საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე. ამდენად ჩვენი მიზანი ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღების კვალდაკვალ არის ის, რომ პირველი აღდგეს ამ თვალსაზრისით კონსტიტუციური კანონიერება, კონსტიტუციური წესრიგი, მეორე მოხდეს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და მათ შორის ტერმინოლოგიურად, როდესაც იყო მცდელობა თუნდაც ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის როგორც ტერმინის შემოbrunებისა, კვლავ გაცოცხლებისა საქართველოს ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტში, ამასაც მიეცეს სათანადო სამართლებრივი რეაგირება და ასე ვთქვათ, მოხდეს შესაბამისი ტერმინის ამოძირკვა ჩვენი საკანონმდებლო ბაზიდან. ახლა კი, როგორც მოგახსენეთ, მზად ვარ მუხლობრივი განხილვისათვის. შეგვიძლია დავიწყოთ ძირითადი პროექტით და შემდგომ, რა თქმა უნდა, თამდევ ანუ პროექტებზეც მოგახსენებთ. კი ბატონო, მაშინ დავიწყოთ მუხლი პირველი. ესე იგი, მოგახსენებთ, რომ მხოლოდ რეკვიზიტები დაზუსტდა გასაუქმებლად შემოთავაზებული 2 საკანონმდებლო აქტის თარიღის დონეზე. კარგით, მუხლი მეორე. მუხლ მეორეშიც მხოლოდ ტექნიკურად მოხდა გარკვეული კორექტივების შეტანა, რა თქმა უნდა, შინაარსის სრულების გარეშე. მუხლი 3. სრულების გარეშე გახლავთ. კოლეგებო, შენიშნებით ამ საზოგადოებასაც მიმართავ თუ ისნება შენიშნები, მოსაზრებები გთხოვთ, რომ ვანიშნოთ. შემდეგ გახლავთ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის, ბინადრობის მოწყობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აღნიშნულ კანონპროექტში ცვლილებები არ განხორციელებულა, უცვლელი რედაქციით არის წარმოდგენილი. მუხლი მეორე. ასევე ანალოგიურად. შემდეგი პროფესიულ თეატრების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. პირველ მუხლში მხოლოდ ტექნიკურად მოხდა ჩასწორება ნიუანსის, რომელიც შეეხება კულტურის სამინისტროს იმის გათვალისწინებით, რომ არის ზედა მუხლებში პირდაპირ შემოკლება შემოთავაზებული კულტურის სამინისტროსთან მიმართებით, აქ მხოლოდ შესაბამისად ტერმინოლოგიურად სამინისტრო რჩება შესაბამისი დაზუსტების გარეშე. მუხლი 2. ცვლილების გარეშე. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საერთო სამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. მხოლოდ ტექნიკურად გასწორდა რედაქცია. მუხლი მეორე. ცვლილების გარეშე. მადლობა. დასრულებულია საკითხის განხილვა. ყოველ აქ უთრაების დამატება ბატონ თორნიკე. არა, მადლობა.
მადლობა და ის წესრიგით გათვალისწინებული ბოლო საკითხი გახლავთ. ეს არის საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და გთხოვთ. კოლეგებო, შეგვიძლია რომ განვაგრძოთ სხდომა. მომდევნო საკითხი დღის რიგით რაც გახლავთ გათვალისწინებული, ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი არის გახლავთ ბატონი არჩილ გორდულაძე. მეორე მოსმენის წესით განვიხილავთ. გისმენთ ბატონო არჩილ. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, კოლეგებო, განსახილველად წარმოგიდგენთ მეორე მოსმენის წესით საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ორგანული კანონის პროექტს. რიგი დაზუსტებები იქნა წარმოდგენილ ინიციატივაში, რაც ასახულია დარიგებულ ტექსტში და მეორე მოსმენის ფორმატში განხილვისას მზად ვარ, რომ თითოეულ მათგანთან დაკავშირებით ვისაუბრო, თუ პუნქტობრივად გავყვებით, თუ გნებავთ გავყვეთ პუნქტობრივადაც. განვიხილოთ მუხლობრივად და პუნქტობრივად ალბათ და შესაბამისად პირველი მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით ცვლილება არ განხორციელებულა. მეორე პუნქტი. მეორე პუნქტში მოხდა დაზუსტება და რომელიც გულისხმობს 23 მუხლის მეოთხე პუნქტის ახლებურად ყალიბდებოდა ახალი რედაქციით და როგორც მოგეხსენებათ, ეს ეხება მოცემულობას, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თავისი ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭებოდა მოსილება, რომ სხვა მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში რომელიმე კოლეგიასთან ყოფილიყო მიმაგრებული და შესაბამისად იმ კოლეგიაში განახორციელებინა საქმიანობა იმისათვის, რომ მართლმსაჯულების ეფექტი არ განხორციელებას და შეუცვლელ განხორციელებას საფრთხე არ შექმნოდა და აქ ელექტრონული საქმის წარმოების განაწილებით აღარ ხდებოდა მოსამართლის შერჩევა, რასაც მოყვა ძალიან ბევრი ინსინუაცია. აბსოლუტური უმრავი ტყუილი, თითიდან გამოწვეული არგუმენტებიც კი არ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ და აჟიოტაჟი, რაც რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მიზნად ისახავდა და ეხლა ყოველთვის სამწუხაროდ მიზნად ისახავს ხოლმე ასეთი დეზინფორმაციების გავრცელებები, რომ სასამართლოს სისტემას მიადგეს ჩრილი, მოხდეს მასზე ზეწოლა და მისი რეპუტაცია შეირყეს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო კვლევა სასამართლოს სისტემისადმი, საქართველოს სასამართლოს სისტემისადმი დობის ზრდაზე მიუთითებს, სულ რომ ყველაფერს დავიდავანებოთ, სასამართლოში გასაჩივრებულ საქმეთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია, ხოლო მაგალითად სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობა კი კლებათი. ყოველივე ამ აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩავთვალოთ, რომ ცვლილება საერთოდ არ განხორციელდეს ამ პუნქტში, ზედმეტი ინსინუაციები, რომ თავიდან იქნეს აცილებული და საერთოდ დავტოვოთ ის რეგულაცია და ის რედაქცია, რომელიც ეხლა ორგანულ კანონში წერია. შესაბამისად 23 მუხლის მეოთხე პუნქტის ცვლილებები არ განხორციელდება და არსებული რედაქციით დარჩება ორგანულ კანონში. გასაგებია პუნქტში არავითარი სხვა ცვლილება. ასევე კოლეგებო კიდევ ერთხელ მოგმართავთ და შეგახსენებთ, რომ თუ კი იქნა შეკითხვა, შენიშნან მოსაზრება, გვანიშნოთ ამის თაობაზე, რომ მოგცეთ საშუალება ჩართულობის. მესამე პუნქტზე ესე იგი ცვლილება არ განხორციელებულა, ხო ბატონო? მესამეში ცვლილება არ განხორციელებულა. კი ბატონო, მეოთხე პუნქტი. მეოთხე პუნქტი, რომელიც გულისხმობს 26 მუხლის ახლებურად ჩამოყალიბებას, ამ 26 მუხლის მესამე პუნქტში პირველი მოადგილე სიტყვები წაიშალა და რადგან მოადგილე თავისთავად ყოფნის უკვე აღნიშნულ საკითხს და იგივე არის
რომელიც მეხუთე პუნქტი უნდა ყოფილიყო შემდიაში და ახლა აღარ არის მარტივი მიზეზიდან გამომდინარე ისევ და ისევ იგივე 30-ე მუხლის მეხუთე პუნქტი აღარ ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით შესაბამისად დარჩება ის რეგულაცია რაც ორგანულ კანონში ახლა არსებობს და ელექტრონული სისტემის გამოყენებითვე იქნება შესაძლებელი რომ კონკრეტული მოსამართლე შეირჩეს იმისათვის რომ როდესაც სხვა მოსამართლე ვერ ასრულებს თავის უფლებამოსილებას რომელიმე ვთქვათ კოლეგიაში მიმაგრება მოხდეს და ინსინუაციების გამოირიცხება. შესაბამისად 30-ე მუხლის მეხუთე პუნქტში ცვლილების შეტანა აღარ არის საჭირო და მეხუთე პუნქტი თავისთავად იგულისხმობს 32-ე მუხლში ცვლილების შეტანას. გასაგებია, კითხვები მოსაზრებები არ არის. მეხუთე პუნქტი. ხო, აი მოგახსენეთ უკვე მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით. 32 პუნქტი. დიახ. 32 იბატონო, მე-6 უკაცრავად 32 პრიმაზე. 32 პრიმაში ცვლილებაც არ გახლავთ საერთოდ. იბატონო, მე-7, რომელთაც ყალიბდება 33 მუხლი. ცვლილების გარეშეა. მე-8 პუნქტი. ცვლილების გარეშე გახლავთ აღნიშნულიც. დიახ, ცვლილების გარეშე. მე-9 პუნქტი. მე-9 პუნქტი. 34 ტერცია. ცვლილება არ გახლავთ. იბატონო, შემდეგ მე-10 პუნქტი. მე-10 პუნქტში ცვლილება არ არის. მე-11 პუნქტი. მე-11 უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. მე-12 მე-12 ცვლილების გარეშე. კითხვები, მოსაზრებები კვლავ არ არის. მე-13 მე-13 მუხლით ცვლილების გარეშე გახლავთ. მე-14 პუნქტი. უცვლელად არის წარმოდგენილი. მე-15 პუნქტი. მე-15 უცვლელად არის წარმოდგენილი. მე-16 პუნქტი. ცვლილების გარეშე. მე-17 ცვლილების გარეშეა. მე-18 მე-18 და მე-19 ცვლილების გარეშე გახლავთ. 19 ცვლილების გარეშე. მე-20 ცვლილების გარეშე. 21 პირველი მოსმენით მიღებული რედაქცია წარმოდგენილი. 22 22-ში ცვლილება არ გახლავთ. კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ ფიქსირდება დარბაზიდან. მე-2 მუხლი. მეორე მუხლში გვაქვს ტექნიკური ხასიათის ცვლილებები და სიტყვების საერთო სამართლებებში მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შექმნილი შესაბამის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამ სტრუქტურული ერთეულის დასახელება არ იქნება ორგანულ კანონში იმისათვის რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისუფლად შეძლოს განაცხადების მიღება თუ რომელ პოზიციაზე გადაიყვანოს თანამშრომელი, რომელიც აქამდე იკავებდა მენეჯმენტის დეპარტამენტში შესაბამის პოზიციებს. და ეს ცვლილებები არის ასახული თელ მეორე მუხლში. კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ ფიქსირდება და ბოლოს მე-3 მუხლი ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით. აქ ტექნიკური ხასიათის მითითებითურების ცვლილება გახლავთ და ამოქმედების ვადები უცვლელია. გასაგებია, კითხვები, მოსაზრებები, შენიშვნები არ არის დარბაზიდან, ხომ არ გსურთ დასკვნითი სიტყვით ისარგებლოთ? არა, გმად. იბატონო, საკითხი განხილულია. დღის ეს რიგს დაემატა კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეეხება გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტს და თამდევ ამავე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალ ცვლილებებს მომხსენებელი გახლავთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბ ეზუგბაია. ბატონო ზურაბ, გთხოვთ პირველი მოსმენით წარმოგიდგინოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საქართველოს კანონის პროექტს გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ამ კანონპროექტის შემუშავება და წარმოდგენა არის განპირობებული საქართველოს და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმებით და შეთანხმებიდან გამომდინარე უკვე ენერგეტიკულ გაერთიანებაში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებით. ამ ფორმატის გაერთიანებაში ნაკის ვალდებულების თანახმად გარკვეული ჰარმონიზაცია უნდა მოხდარიყო ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ დირექტივებთან და ეს გახლავთ წარმოდგენილი პროექტის სახით. ეგრეთ წოდებული MRV რეგულაციის შემოტანა ეროვნულ კანონმდებლობაში. MRV გულისხმობს მონიტორინგს, რეპორტინგს და ვერიფიცირებას, იგივე დამოწმების პროცესს. პირობითად
პროცესი, რომელიც აღწერილია და მოდელი, რომელიც შემოდის გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში შეიძლება დავყოთ ორ ძირითად ნაწილად. ერთი არის ავტორიზაცია და მეორე არის ანგარიშგება. ავტორიზაციის ქვეშ იგულისხმება იმ საქმიანობების იდენტიფიცირება, რომლებიც იწვევენ სათბურის ეფექტის გამოწვევი გაზების გაფრქვევას. ამ საქმიანობების შესწავლა და ფაქტობრივად რეგისტრაცია არის საჭირო, აღწერა იმ ტექნოლოგიების, იმ დანადგარების, რომლებიც გამოიყენება შესაბამის წარმოებაში და განაპირობებს სათბურის ეფექტის გამოწვევი გაზების ემისიებს და სწორედ ავტორიზაციის პროცესში განიხილება მონიტორინგის გეგმა, ანგარიშგების ვალდებულებები იმისაც, რომ წარმოებება იმ წყაროებმა, საიდანაც სათბურის ეფექტის გამოწვევი გაზები ემისია ხდება, მათი მხრიდან დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი ამ პროცესზე. ბუნებრივია, ეს არის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის მხრიდან, ჩვენი საწარმოების მხრიდან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო პოლიტიკის ნაწილში. მეორე ნაწილი გახლავთ ანგარიშგება. ანგარიშგების პროცესში უკვე ავტორიზებული საწარმო, ავტორიზებული საქმიანობა მონიტორინგის საფუძველზე ვალდებულია შეადგინოს წლიური ანგარიში, სადაც დაფიქსირდება გაფრქვევების მოცულობები, მათი წყაროები და ეს ანგარიში უნდა იქნეს წარდგენილი ავტორიზაციის ორგანოში. ანგარიშის წარდგენა ხდება შუალედური ეტაპის გავლის გზით, ეს გახლავთ ვერიფიცირება, ჩვენი კანონპროექტი იყენებს ქართულ ტერმინს დამოწმებას და დამოწმება უნდა შესრულდეს სპეციალიზირებული ორგანოს მხრიდან, რომელსაც გააჩნია უნარი სათანადო სტანდარტის დონეზე შეაფასოს წარმოდგენილი ანგარიში, მისი შესაბამისობა მოთხოვნებთან, მისი შესაბამისობა ტექნოლოგიასთან, რომელიც არის გამოყენებული ავტორიზებული საქმიანობის ქვეშ და სწორედ აი დამოწმებლის მიერ ვერიფიცირებული, დადასტურებული ანგარიში უკვე ხდება ავტორიზაციის ორგანოში. ავტორიზაციის ორგანო საქართველოში ყველა საქმიანობაზე, გარდა საავიაციო საქმიანობებისა, გახლავთ გარემოს დაცვის და სოციალურ სამინისტროს სისტემაში მოქმედი გარემოს ეროვნული სააგენტო, ხოლო იმ სეგმენტისთვის, როგორც არის საავიაციო საქმიანობები, რომლებიც იწვევენ სათბურის ეფექტის მქონე გაზების გაფრქვევას, აქ ავტორიზაციის ორგანო იქნება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ავტორიზაციის მიღების შემთხვევაში ის იქნება უვადო, ბუნებრივია ცვლილებები, ტექნოლოგიაში ცვლილებები იმ ფაქტორებში, რომელიც გამოყენებული იქნება ავტორიზაციისთვის, იწვევს ავტორიზაციაში ანალოგიური ცვლილებების ასახვას და მონიტორინგის გეგმის ადაპტირებას. რაც შეეხება დამოწმებელ პირს, ანუ იმ პირს, რომელიც შუალედურად წლიურ ანგარიშს შეაფასებს და მისცემს მას, ასე ვთქვათ, წვანის შუქს ავტორიზაციის ორგანოსთვის წარსადგენად, ჩვენ შემთხვევაში ესეთი დამოწმებელი პირი შეიძლება იყოს საქართველოში რეგისტრირებული დაწესებულება ან საწარმო, რომელსაც ექნება სათანადო აკრედიტაცია მიღებული ეროვნული აკრედიტაციის ორგანოსგან. ეს გახლავთ აკრედიტაციის ცენტრი, რომელიც მოქმედებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში. ანალოგიურად აკრედიტაციის მქონე სუბიექტები ევროპის მასშტაბით, ვისაც აქვს ასეთი უფლებამოსილება, ასეთი აკრედიტაცია გავლილი ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობის ასოციაციის დონეზე, მათაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ დამოწმებელი სტატუსის როლი შეასრულონ და დაადასტურონ შესაბამისობა წლიური ანგარიშის. იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტი იყო წარმოდგენილი პარლამენტში გარკვეული პერიოდის წინ და წინასწარი პროცედურებმა წაიღო გარკვეული დრო, მიზანშეწონად იქნა მიჩნეული, რომ ვადები, ამოქმედების ვადები და გარდამავალდებულებისთვის გათვალისწინებული ვადები ასევე ყოფილიყო გადაწეული. კანონქვემდებარე ბაზა სახელდობრ ეს გახლავთ მთავრობის მიერ გამოსაცემი დადგენილებები მონიტორინგის და ანგარიშგების წესის თაობაზე, ასევე მონაცემთა დამოწმების წესის თაობაზე. ეს აქტები იქნება მიღებული 2027 წლის 1 მარტამდე. შესაბამისად, საკმარისი პერიოდი ექნება საქმიანობის გამოხორციებელ სუბიექტებს იმისათვის, რომ მოემზადონ პირველადი ავტორიზაციისთვის. ავტორიზაციისთვის ფანჯარა გაიხსნება 2028 წლის 1 იანვრიდან, როდესაც ამოქმედება კანონის ძირითადი
დებულეები და 3 თვის განმავლობაში ავტორიზაცია უნდა მოხდეს შესაბამისი საქმიანობის. იმ საქმიანობის, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაექვემდებარება სავალდებულო ავტორიზაციას. სახელმწიფო ეს პროცესი უნდა დასრულდეს 2028 წლის 1 აპრილამდე. ავტორიზაციის მქონე ორგანიზაციები შემდგომ უკვე 2029 წლის 31 დეკემბრამდე, ბოდიში მარტამდე წარადგენენ პირველ წლიურ ანგარიშს, რაც ეფუძნება მონიტორინგის შედეგებს. კანონპროექტთან დაკავშირებით მთელი რიგი დებულეები უფრო მეტად დაზუსტდა, უფრო მეტად გამოიკვეთა ის მოდელი, რომელზეც მე ვსაუბრობ, გამოიკვეთა ეროვნული აკრედიტაციის ორგანოების როლი, ასევე ავტორიზაციის ორგანოს გარემოს ეროვნული სააგენტოს როლი ამ პროცესში და იმედი გვაქვს, რომ იმ პერიოდში, რომელიც გარდამავალი დებულების მიხედვით არის აღებული მოსამზადებლად, საქართველოს მთავრობის მხრიდან დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტები მისცემს საშუალებას, რომ ეროვნულ დონეზეც შეიქმნას დამოწმებელი სუბიექტი, რაც გაადვილებს უკვე ქართული საწარმოების მხრიდან მონიტორინგის სისტემის აწყობას და შესაბამისი ანგარიშების წარდგენას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთად ყველა ეს საკითხი იყო განხილული და ერთობლივი თანამშრომლობით დაიხვეწა კანონპროექტი. გთხოვთ ხარდაჭერას. თუ კითხვებია, მზად ვარ გიპასუხო. გმადლობთ ბატონო ზურაბ. კოლეგებო, თუ არის წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები? ბატონ ზურაბ, თქვენ გასაგებია პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე ერთიანად წარმოადგენთ, თუმცა პროცედურულად მაინც შემოგთავაზებთ, რომ ცალკე მცირე განმარტება გაკეთდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ წარმოდგენილ კანონის პროექტთან დაკავშირებით, აქ რაზე ხდება აპელირება? ეს არის პაკეტური კანონპროექტი, რომელიც გაითვალისწინებს უკვე ავტორიზაციის გაუსრულობის შემთხვევაში შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე. უფრო დეტალური ინფორმაცია იქნება მეორე მოსმენის დროს წარმოდგენილი. კი ბატონო, კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები ამ შემთხვევაშიც არ არის და ბოლოს კიდევ ერთი ცვლილება შეეხება უკვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონში ცვლილებას, ანუ ცვლილებაში ცვლილება შედის და საუბრობთ თქვენ ამის თაობაზე წეგანად საუბრობდით, ეს იმით არის განპირობებული, რომ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შემდგომ საკმაოდ დროა გასული და შესაბამისად თამდები ცვლილებები ასევე არის საჭირო განხორციელდეს უკვე იმ კანონში, რომელიც თავის მხრივ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებას ითვალისწინებს. თუ გაქვთ დამატებით ზუსტად ეგრეა, დავამატებდი ერთ-ერთი, რომ გარკვეული იურიდიული ხარვეზით სწორდება ამ ცვლილების მეშვეობით და შემდგომშიც შევიწყობს ხელს, რომ სწორად აისახოს ცვლილებები იმ მუხლებში, რომლებიც განშადობას განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. კი ბატონო, კომენტარები დარბაზიდან არ არის, შესაბამისად საკითხი შეგვიძლია ჩავთვალოთ განხილულად, გმადლობთ, შეგიძლიათ დაიკავოთ ადგილი. კოლეგებო, ახლა თავაზობთ კენჭისყრამდე გამოვაცხადოთ ტექნიკური შესვენება და რამდენიმე წუთში განვახლოთ კომიტეტის ხდომა უკვე, როდესაც კენჭს უყრით განხილულ საკითხებს. გმადლობთ. კარგით, განვაგრძოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა, გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე. პირველი კენჭი ეყრება დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს. ეს გახლავთ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი თამდე ცვლილებებთან ერთად მეორე მოსმენით, რაც ძალადაკარგულად ცხადდება აღნიშნული კანონი, ვინ გახლავთ მოხრე ერთხმად დამსწრეთა მიერ საკითხი მიღებულია. შემდეგი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიციირებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით, ვინ გახლავთ მოხრე? დიდი მადლობა. ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. შემდეგი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ცვლილებებთან ერთად მესამე მოსმენით, ვინ არის მომხრე? მიერ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. შემდეგი პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით, ვინ არის მომხრე? ერთხმად დამსწრეთა მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ცვლილების შეტანის შესახებ ბატონი გიავალდაშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, ვინ არის მომხრე? ერთხმად, მადლობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე ბატონი ირაკლი ქადაგიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, ვინ არის მომხრე? ერთხმად, ამსრთა მიერ, მადლობა. ახალი საარჩევნო კოდექსი, ბატონი დავით მათიკაშვილის წარმოდგენილი, ვინ არის მომხრე? ერთხმად, ასმერთა მიერ, მადლობა. ადმინისტრაციული სახთელისგან გათავისუფლების შესახებ მოხსენებელი ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი, ვინ არის მომხრე? ერთხმად, მადლობთ. შემდეგი მედიაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თანამდებობ ცვლილებებთან ერთად მესამე მოსმენთ, ვინ არის მომხრე? ერთხმად, მადლობა და პრეზიდენტის გათვალისწინებული ბოლო საკითხი გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თანამდებობ ცვლილებებთან ერთად, რომელსაც ჩვენ ვართ სავალდებულო კომიტეტი, ვინ არის მომხრე? შესაბამისი დათქვებით და შენიშვნებით კომიტეტის დასკვნა გაეგზავნება წამყვან კომიტეტს. მადლობა, ამით ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია. გარდაქმნის სურვით.